მოგესალმებით. მე არტური, LTB-ის თანამშრომელი. ავეჯის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებისა და ტექნოლოგიების ექსპერტი. დღეს გერთვებით საფასადე და სამღებრო მიმართულების მენეჯერთან გიორგისთან ერთად და მოგიყვებით როგორ შევარჩიოთ შეღებილი საფასადე მასალა ავეჯისთვის. ფასადი ავეჯის სახეა. ის არა მხოლოდ ქმნის პირველად შთაბეჭდილებას, არამედ განსაზღვრავს ინტერიერის ხასიათსა და ატმოსფეროს. მისი სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია, რადგან ის აერთიანებს ესთეტიკას, ინოვაციასა და ინდივიდუალურობას, რითაც ავეჯი სრულყოფილ ელემენტად გარდაიქმნება სივრცეში. რა თქმა უნდა, ფასადის შერჩევისას მნიშვნელოვანია დიზაინი და ფერი, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სწორ ტექნოლოგიურ დამუშავებას, რათა პროდუქტმა დიდხანს შეინარჩუნოს პირვანდელი სახე. საფასადე მასალად ძირითადად გამოიყენება მერქანბოჭკოვანი ეგრეთ წოდებული MDF ფილა და მაღალი ხარისხის ლაქ საღებავი. შეკვეთისას ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ გამოყენებულ მასალას და განსაკუთრებით ლაქ საღებავს, რადგან არასწორად შერჩეული მასალა და ლაქ საღებავები ხშირად შეიცავს ტოქსიკურ ნაერთებს და ხასიათდება მაღალი ემისიით. დარწმუნდით, რომ პროდუქციას უკეთავთ სანდომ მწარმოებელს, რომელიც ითვალისწინებს ეკოლოგიურ სტანდარტებს, რათა თავიდან აიცილოთ ძვირიანი, მაგრამ ეკოლოგიურად ბინძური პროდუქციის შეძენა. შეღებილი ფასადები თანამედროვე დიზაინში უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, რადგან მათი გამოყენება ინტერიერში ავეჯს განსაკუთრებულ ღირებულებას ძენს და მის კუთვნილ სეგმენტს მკაფიოდ განსაზღვრავს. მაღალი კატეგორიის ინდივიდუალური დიზაინის მქონე ფასადები არა მხოლოდ ესთეტიკურ მხარეს ამდიდრებს, არამედ ხაზს უსვამს მფლობელის დახვეწილ გემოვნებასა და უნიკალურ სტილს. ამასთან, სწორი ტექნოლოგიური დამუშავებით მიღებული ფასადი დიდხანს ინარჩუნებს თავის ვიზუალსა და ხარისხს, რაც მას დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ღირებულს ხდის, თანაც ის ყოველთვის აქტუალურია. და ინდივიდუალური და გამორჩეული დიზაინის შესაქმნელად MDF ნამდვილად კარგი მასალაა. მისი მრავალმხრივი გამოყენების შესაძლებლობების საშუალებას იძლევა შექმნათ სხვადასხვა სტილის ფასადები, რომლებიც ყოველწლიურად მოდის ტრენდებსა და თანამედროვე დიზაინის მოთხოვნებს ერგება. არტურ, თუმცა როგორც აღნიშნე, გასათვალისწინებელია წარმოების სწორი ტექნოლოგიები და მასალის სამღებრო სამუშაოებისთვის მომზადება. დიახ, გადამწყვეტია შემსრულებელი ზედმიწევნით იცავდეს სწორი ტექნოლოგიით დამუშავების ყველა ეტაპს. შეღებილი ფასადი არის რთულად დასამუშავებელი და ამასთანავე ძვირად ღირებული პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ პირველად ვიზუალური ეფექტისთვის იქნება, არამედ ხანგრძლივი მომსახურებისთვის. ამიტომ მისი წარმოება მუდმივ ტესტირებას და დაკვირვებას მოითხოვს, რათა წლების განმავლობაში შეინარჩუნოს პირვანდელი სახე. მერქანბოჭკოვანი ფილების სხვადასხვა სახეობა არსებობს, რომელთა გამოყენება სწორი დანიშნულებით უნდა მოხდეს. ძირითადი სხვაობა სიმკვრივესა და ლამინირებაშია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამუშავების პროცესის სპეციფიკა და ტექნოლოგიური პროცედურების ზედმიწევნით დაცვა. მაგალითად, ფრეზირებისას ფილის სტრუქტურა ირღვევა, რაც პირდაპირ მოქმედებს მასალის დაძაბულობის ცვლილებაზე. ეს დაძაბულობა კი სწორედ უნდა იყოს მართული ბალანსირების პროცესის მეშვეობით. რადგან ფილა დამუშავებისას ერთ მხარეს იღებს გარკვეული სიმძიმის დაზიანებას, აუცილებელია მეორე მხარეს ზუსტად იგივე სიმძლავრის ბალანსირება. ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფასადების საღებავით დაფარვის ხარისხს. შეღებების პროცესი განსაზღვრავს არა მხოლოდ ესთეტიკას, არამედ პროდუქტის გამძლეობასაც. სამღებრო და ნადგარით საღებავი ფასადზე სწორი ტექნოლოგიური პროცესით ნაწილდება, ერთი მიმართულებით, ერთი სიხშირითა და მასის ზუსტი განაწილებით. პროფესიონალური დაფარვის შედეგად ფილა დაცულია გარე ზემოქმედებებისგან, როგორიცაა ტენიანობა და დროის გავლენა. სწორი ტექნოლოგიური მიდგომა არა მხოლოდ იძლევა საუკეთესო ვიზუალურ ეფექტს, არამედ მნიშვნელოვნად ზრდის ფასადის საექსპლუატაციო ვადას. იდეალურად სწორი ზედაპირის მისაღებად შეღებილი ფასადის დამუშავება რამდენიმე ეტაპს მოიცავს. თავდაპირველად ზედაპირი მუშავდება იზოლაციის ხსნარით, რის შემდეგაც ორჯერადად იგრუნტება. იზოლაციის ხსნარით დამუშავებულ და დაგრუნტულ ზედაპირზე საღებავის შეჭიდულობა განსაკუთრებით მაღალია. თითოეულ ეტაპს შორის აუცილებელია ზედაპირის ზუმფარით დამუშავება, რაც იდეალურ სიგლუეს და საბოლოო შედეგის მაღალ ხარისხს განაპირობებს. საღებავის სწორად გადანაწილებისთვის რეკომენდებულია დანადგარებით შეღებვა. გარდა ამისა, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს შრობის პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ საშობ კამერაში მუდმივად შენარჩუნდეს სტაბილური ტემპერატურა და ტენიანობა, რაც უზრუნველყოფს საღებავის სწორად გაშრობას და საბოლოო საფარის მდგრადობას.
გარდა სწორი შეღების პროცესისა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შეღებილი მასალის გალაქვას. ლაქის ფენა ქმნის დამატებით დამცავ შრეს, რომელიც დის მასალის გამძლეობას სხვადასხვა ზემოქმედების მიმართ. იქნება ეს მექანიკური დაზიანებები, ტენიანობა თუ ხშირი კონტაქტი. მაგალითად, გლუვი ლაქის შემთხვევაში ზედაპირზე ნაკლებად ემჩნევა ნათითურები, რაც მასალას უფრო პრაქტიკულსა და ესთეტიურად მიმზიდველს ხდის. რა თქმა უნდა, იდეალური ხარისხის მისაღებად და პროდუქციის ზედაპირის დაცვისთვის ლაქის გამოყენება აუცილებელია, თუმცა ეს პროცესი დამატებით სამუშაოებს მოითხოვს, მათ შორის ზედაპირის ხელახალ ზუმფარით დამუშავებას, ლაქის თანაბრად დასხმას და საბოლოო შრობას. ამ დამატებითი ეტაპების წყალობით ვიღებთ სრულყოფილ პროდუქტს, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველია, არამედ გამძლეობითაც გამოირჩევა. გიორგი, დღეს ისეთ პროდუქტს შევეხეთ, რომლის სრულად განხილვას ამ რუბრიკის ერთი ეპიზოდი ნამდვილად არ ეყოფ. ვფიქრობ, ჩვენი მსმენელები იმსახურებენ მეტ კონკრეტიზაციას. მოდი თითოეული პროცესის შესახებ ცალკეული ეპიზოდი მოვამზადოთ, რათა დაინტერესებულ პირებს უფრო მეტი ინფორმაცია გაუზიაროთ. მართალია. ჩვენ მაყურებელს ალბათ ახლა უფრო კარგად ესმის, რამდენად რთული და მრავალფეროვანი პროცესია შეღებილი ფასადების წარმოება. დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს, სადაც კიდევ უფრო დეტალურად განვიხილავთ ამ ტექნოლოგიების ნიუანსებს. ვფიქრობ, ეს ინფორმაცია ბევრ პროფესიონალსაც გამოადგება.